ყველაზე ხანმოკლე ომი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშიც არის შეტანილი 1896 წლის 27 აგვისტოს დაიწყო და 38 წუთში დასრულდა. აქ არანაირი სიტყვების თამაში არ არის. ომი ნამდვილად იყო თავისი დიდძალი მსხვერპლით, ეს იყო ომი დიდ ბრიტანეთსა და ზანზიბარს შორის. ისტორია იმით დაიწყო, რომ ზანზიბარის სულთანი ჰამად იბნ ტუვაინი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა ბრიტანეთის კოლონიალურ ადმინისტრაციასთან, 25 აგვისტოს უეცრად გარდაიცვალა. არსებობს ვერსია, რომ მის ბიძაშვილმა ჰალიდ იბნ ბარგაშმა მოწამლა. ასე იყო თუ ისე, წმინდა ადგილით სარიელი მოგეხსენება დიდხანს არ რჩება, მით უმეტეს, რომ სულთანი სულაც არ ყოფილა წმინდანი. მისი ტახტი სწორედ იმ ჰალიდ იბნ ბარგაშმა დაიკავა, რომელსაც წინამორბედის მოწამვლას აბრალებენ. ახალი სულთანი გერმანელების მხარდაჭერით სარგებლობდა და მათივე დახმარებით ჩაიგდო ხელში ტახტი. ეს სცენარი კი სულაც არ აწყობდათ ბრიტანელებს, რომლებიც ძველი სულთნის გარდაცვალების შემდეგ სხვა მასდამი ლოიალურ ჰამუდ იბნ მუჰამადის კანდიდატურას უჭერდნენ მხარს. მოკლედ, ინგლისელებმა ახალ გამომცხვარ სულთანს მოსთხოვეს ამბიციები დაეუკებინა და ტახტიდან ჩამობრძანებულიყო. ხო, როგორ არა, თავხედმა და პირდაპირმა ჰალიდ იბნ ბარგაშმა ინგლისელებს პირდაპირ მიახალა, რომ მათი მოთხოვნის შესრულებას არაპირებდა და ყოველი შემთხვევისთვის არმიაც შეკრიბა. ზანზიბარის არმია 2800 ჯარისკაცისგან შედგებოდა. არმია სულთნის სასახლის დაცვის სამზადis შეუდგა. ეს ყველაფერი, რაც აქამდე მოგიყევით, ერთ დღეში მოხდა. ძველი სულთნის სიკვდილიც, ახლის ტახტზე წამოსკუპებაც, ინგლისელების მოთხოვნას და ზანზიბარის არმიის მზადყოფნაში მოყვანას. 26 აგვისტოს ბრიტანელებმა სულთანს მკაფიო ულტიმატუმი წაუყენეს. ზანზიბარის ეგრეთ წოდებულ არმიას იარაღი უნდა დაეყარა და სულთნის სასახლის თავზე დროშა დაეშვა. ულტიმატუმის ამოწურვის ვადად 27 აგვისტოს დილის 9 საათი განისაზღვრა. იმის საჩვენებლად, რომ არ ხუმრობდნენ, ბრიტანელებმა თავისი სამხედრო საზღვაო ძალები რეიდზე დააყენეს. პირველი კლასის ჯავშნიანი კრეისერი სენტ ჯორჯი, მესამე კლასის ჯავშნიანი კრეისერი ფოლომელი, კანონირთა ნავები შაშვი და ბეღურა, კანონირული სატორპედო ნავი ენოტი. ამ სამხედრო გემებმა ალყაში მოაქციეს ზანზიბარელთა მთელი ფლოტილია, რომელიც სინამდვილეში ერთადერთი იახტისგან შედგებოდა, რომელსაც გლაზგო ერქვა და ერთი საბრალო მცირე კალიბრიანი ტყვიამფრქვევით იყო აღჭურვილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ სულთანს წარმოდგენა არ ჰქონდა ბრიტანელთა ზარბაზნების ძალაზე, ამიტომ აბსოლუტურად არაადეკვატურად მოიქცა. მთელი იარაღი, რაც კი ზანზიბარელებს ხმელეთზე გააჩნდათ, ინგლისელთა გემებისკენ მიმართა და რაც წარმოადგენდა ეს სახმელეთო იარაღი. მე-17 საუკუნის ბრინჯაოს ქვემეხი, რამდენიმე მაქსიმის ქვემეხი და გერმანიის კაიზერის ნაჩუქარი 2 ქვემეხი. 27 აგვისტოს დილის 8 საათზე სულთნის წარმომადგენელმა ზანზიბარში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთან ბეზილ კეივთან შეხვედრა ითხოვა. ბრიტანელმა ჩინოვნიკმა უპასუხა, რომ შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგებოდა, თუ კი ზანზიბარელები უკვე წაყენებული ულტიმატუმის პირობებს შეასრულებდნენ. პასუხად 8 საათსა და 30 წუთზე სულთანმა ჰალიდ იბნ ბარგაშმა ბრიტანელებთან მეორე წარმომადგენელი გაგზავნა და აუწყა, რომ არანაირ დათმობას არ აპირებს და საერთოდაც არ ჯერა, რომ ისინი ბრიტანელები ცეცხლის გახსნას გაბედავენ. კეივმა უპასუხა, ჩვენ ცეცხლის გახსნა არ გსურს, მაგრამ თუ კი ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებთ, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ინგლისელებს უყვართ სიზუსტე. ზუსტად დათქმულ დროს ულტიმატუმის ვადის ამოწურვისთანავე დილის 9 საათზე ერთი ბრიტანული გემიდან სულთნის სასახლის მიმართულებით პირველი ჭურვი ისროლეს. პირველივე გასროლა ზუსტი აღმოჩნდა. ჭურვი ზანზიბარელთა ზარბაზანს მოხვდა და ლაფეტიდან გადმოაგდო. ზანზიბარული არმია, როგორც ვთქვით, 2800 კაცი პლუს სასახლის მსახურები და ასევე მონები, ჯამში 3000 ადამიანზე ცოტათი მეტი, სანაპიროზე ხის ნაგებობებში იყვნენ გამაგრებულები და ბრიტანული გემებიდან ფუგასური ჭურვების ზალპმა მათზე გამანადგურებელი ეფექტი იქონია. ომის დაწყებიდან 5 წუთში ერთადერთმა ზანზიბარულმა გემმა გლაზგომ ბრიტანული კრეისერი სენტ ჯორჯის მიმართულებით მცირე კალიბრიანი იარაღით გაისროლა. პასუხად კრეისერიდან დაუყოვნებლივ უპასუხეს მძიმე შეიარაღებით და ერთადერთი ზანზიბარული გემი ზღვის ფსკერისკენ გაემართა. გემზე მყოფი ზანზიბარელი მეზღვაურები ისევ ბრიტანელების გადასარჩენი გახდნენ. აქ მოვლენებს წინ გაუსწროთ და ვთქვათ, რომ გლაზგო
16 წლის შემდეგ ამოიტანეს მყინთავებმა. უფრო სწორად არა მთლიანად ჩაზირული გემი, არამედ მისი ნაწილები. საქვაბე და ზარბაზნები ჯარში ჩააბარეს და ახლაც საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ გლაზგოს ჩაზირვის ადგილი დაივერების ერთ-ერთ უსაყვარლეს ლოკაციად რჩება. მიუბრუნდეთ ომს, რომლის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სულთნის სასახლე ნანგრევებად იყო ქცეული. თავად სულთანი კი თავქუთ მოგლეჯილი გაიქცა. სულთანს უკან ჯარიც მიყვა და რა ხდება ამ დროს? რაკიღა ყველა გაიქცა, ვერავინ მოისაზრა დროშა ჩამოეხსნათ და პრინციპში ალბათ ფეხებზეც ეკიდათ. ერთი სიტყვით ზანზიბარის დროშა კვლავ ფრიალებდა დანგრეული სასახლის თავზე. ინგლისელებმა ფაქტი, რომ დროშა კვლავ აღმართული იყო, ზანზიბარელების მხრიდან ომის გაგრძელების სურვილად აღიქვეს და დაბომბვა გააგრძელეს. ამასობაში ერთი ჭურვი ფლაგშტოკს მოხვდა და დროშას თავისით ჩამოაგდო. ბრიტანული ფლოტის მეთაურმა ადმირალმა როულინგსმა ეს კაპიტულაციად ჩათვალა და ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა. ნაპირზე ბრიტანელებმა დესანტი გადასვეს და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს ის, რაც საათზე ნაკლები დროის წინ სულთნის სასახლეს წარმოადგენდა. შევაჯამოთ შედეგები. სულ ინგლისელებმა მოწინააღმდეგის მიმართულებით 500 ჭურვი, 4100 ტყვიამრქვევის პატრონა და 1000 შაშხანის ტყვია გაისროლეს. როგორც თქვით, ეს ყველაფერი მხოლოდ 38 წუთი გრძელდებოდა. ზანზიბარის მხრიდან დაიღუპა 570 ადამიანი. ბრიტანელების დანაკარგი ერთი დაჭრილი უმცროსი ოფიცერი იყო. ისტორია კი ამით არ სრულდება. სასახლიდან გაქცეული სულთანი ხალიდ იბნ ბარგაში გერმანიის საელჩოში დაიმალა. ზანზიბარის ახალმა მთავრობამ, რა თქმა უნდა, ბრიტანელების მიერ ჩამოყალიბებულმა სულთნის დაპატიმრების ბრძანება გასცა. ბრიტანელმა საზღვაო ფეხოსნებმა მუდმივი მეთვალყურეობა დააწესეს გერმანიის საელჩოსთან, რომ როგორც კი სულთანი ფეხს გამოადგამდა, დაეჭირა. ამიტომ გერმანელები ეშმაკობაზე წავიდნენ თავისი ყოფილი მოკავშირის ევაკუაციისთვის. 2 ოქტომბერს, ანუ ომიდან 35 დღის შემდეგ, პორტში გერმანული კრეისერი ორლანი შევიდა. კრეისერიდან ნავი ჩაუშვეს, რომელიც ნაპირთან მიაყენეს. შემდეგ გერმანელმა მეზღვაურებმა ეს ნავი მხრებით საელჩოში მიიტანეს და შიგ ხალიდ იბნ ბარგაში ჩასვეს. ამის მერე ნავი ზუსტად ანალოგიური მეთოდით მიიტანეს ნაპირამდე, ჩაუშვეს ზღვაში და მიაცურეს კრეისერამდე. საერთაშორისო კანონმდებლობით ნავი გერმანული სამხედრო გემის განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა. იმის მიუხედავად ეს ნავი ხმელეთზე იყო წყალში თუ გემბანზე. ამგვარად ნავში მჯდომი ყოფილი სულთანი ფორმალურად მუდმივად იმყოფებოდა გერმანიის ტერიტორიაზე. ასე გადაარჩინეს გერმანელებმა მოკავშირე, რომელიც ამის მერე ტანზანიაში ცხოვრობდა. 20 წლის მერე ბრიტანელებმა ის მაინც დაიჭირეს და საბოლოოდ 1927 წელს გარდაიცვალა. ზანზიბარში კი ბრიტანელებმა ძალაუფლება სულთან მაჰმუდ იბნ მუჰამად იბნ საიდს უბოძეს და ბრიტანელებისავე მოთხოვნით ახალმა სულთანმა ქვეყანაში მონად მფლობელობა გააუქმა და ყველა მონა გაათავისუფლა, რის გამოც დედოფალმა ვიქტორიამ მას რაინდის ტიტული უწყალობა.